წინასწარ ბედნიერ დღეს გისურვებთ ჩემო მეგობრებო და რადგან რომ მოგიყვეთ ამბები შუაგული ზესტაფონიდან. ანუ ერთ დღეში განხორციელებული აქტივობა, რომელმაც ათეულობით მიუსაფარს გაუთბო სუსხიანი ზამთარ. ამ ღონისძიების სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორია ჩემი უსაყვარლესი მეგობარი ანი ფერაძე, რომელმაც გამოიჩინა ინიციატივა დახმარებოდა ზესტაფონელ კურუმელებს თბილის ახლუკებით. თქვენი მონამორჩილი რა თქმა უნდა იმ წამსვე დაფაცურდა და სრული შემართებით აღმოჩნდით ზესტაფონში, სადაც მასპინძლობას გაგვიწევენ ბევრი თქვენგანისთვის ცნობილი თეო და მისი მეუღლე თასო. გამარჯობა და უსაყვარლესი ოჯახი. როგორ გიგიქო? ოხარ გელი. დავაი, ვინ არის პატრონი? ეს ვინ არის? რა უნდა? ეს ჩვენია, მე არის ვიდეო. სკოლაში რა. მოვედი აგე საჩუქრებით. უნდა დაგასაჩუქროთ, ა? დავაბარგეთ. დავიწყებთ აწყობას დანარჩენების. ჩვენი ამოცანა ადგილზე წოვის პარალელურში მოვიყვანოთ 15 სახე. დავეციო. აი თეო. ოქროს გოგო. ეს არის ზესტაფონში ერთ-ერთი საოცარება. ამათი ფარველი. ლიდა მიგზნა თავისაფრი რომ დადება და მოვიდა. ვინი კრიჭება მოსუყურე. ამას მიადებ ზუსტად კუთხეზე. ესე აწყობასთან და დამზადებასთან ერთად მომიწია სახალისო მასტერკლასის ჩატარებაც და ცოდნის გაზიარება. და სწორედ ამ დროს ჩემს გვერდით ჩდება ერთი მაგარი ადამიანი. ჩვენი პარტნიორია ბატონი გივიკო, მაგარი კაცი. ოდე ეს ჩამოვიდა და მეხმარება. არ დაგიმალავთ და გამოვაცა ამ ახალგაზრდა ვაჟკაცის შესაძლებლობება. უყურებდი და მეგონა რომ დიდი ხანია იმუშაობს და თან ზუსტად იმ საქმეზე, რასაც მე ვჭხირკედელავ ხალხები. გივიკო, მაგარი კაცი. ესე იგი თაზო არ გვიწყინო. ეხლა შენ უყურე თავგან ამ ვიდეოს. და ავკაცოო გაჯობებს მო. იმიტომ რომ უფრო ბევრი შეძლებია. ამასობაში დარჩენილი სახლუკები აეწყო, გამზადდა და ზადა უკვე შესხებასთან ერთად აუცილებელია მისი დასაწყობება, რომ ცუდმა ამინმა არ დაგვასწროს და აღწიოს მის კედლებში სანამ არ გაშრება. გივიკო, ჩვენი ძმა, ესე ჩვენი ნამუშევარი, სახლუკები. მე არ მეშუაში ვარ, მადლობა თქვენ ყველა. ასე დანაწილდება და მე უკვე კაი ამბებს აუცილებლად მოგახსენებთ. აქ საღებავი მაქვს, ეგ არაფერი. რაც შეეხება ამ ბედნიერი და გემრიელი ამბის დასასრულს და განვითარებას, მას თეოს პირადი გვერდის სიახლეებში გაიცნობთ. შევხვდებით მალე ახალ კეთილ და გემრიელ თავგადასავალში. აბა დროებით.